მოგესალმებით მაღაზია აპაჩიდან. High power-ის შემდეგ ჩვენი დღევანდელი განხილვის საგანი არის ისევ FNX პისტოლეტი, ოღონდ დღეს გვაქვს FNX 45 ტაქტიკალ მოდელი. ამი არ არის საველე გამოცდის საშუალებაც მოგვეცა და თავდაპირველად გავივლით ჩვენი თანმიმდევრობით, რაც გულისხმობს დიზაინის განხილვას, მცირედ ისტორიას და შემდეგ უკვე პრაქტიკულ ნაწილს. რას წარმოადგენს FNX 45 ტაქტიკალ მოდელი? ეს არის სრული ზომის პოლიმერის ჩარჩოიანი პისტოლეტი 45 კალიბრზე, რომელიც ფაქტიურად ყველა იმ მოთხოვნას საკმაყოფილებს, რაც ტაქტიკურ პისტოლეტს შეიძლება დაჭირდეს. იქნება ეს ორმხრივობა, მისი მართვის პანელების, იქნება ეს, რა თქმა უნდა, კოლიმატორის დაყენება, რომელიც უკვე ჩვეულებრივად იქცა დღევანდელ პისტოლეტებში. მას ასევე უყენია სპეციალური სამიზნეები და ლულაზე აქვს ხრახნი, რაც მის გამოყენებას მაყუჩითაც მოიაზრებს. ჩვენი კანონმდებლობიდან გამომდინარე საქართველოში დღეს რა თქმა უნდა ეს პრობლემატური თემა არის, თუმცა დასავლეთში ჩვეულებრივად ტაქტიკალ მოდელებს ყოველთვის წინ აქვს ხოლმე ხრახნი. თვითონ FNX 45-ის მოქმედების სქემა არის, ის არის ასე ვთქვათ, ერთმაგი, ორმაგი მოქმედების პისტოლეტი, რაც გულისხმობს იმას, დავწმუნდეთ რომ ჯერ რა თქმა უნდა განმოხტული არის. მას აქვს ასე ვთქვათ, გარედამრტყმელი და გარედამრტყმელის დაშვების შემდეგ თუ ჩვენ ვაპირებთ გასროლას, რა თქმა უნდა, მცველიდან მოხსნით იარაღს და თითის დაწოლით, ეს არის ეგრეთ წოდებული ორმაგი მოქმედება, ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თითის მოზიდვით მოვიყვანოთ დამრტყმელი საბრძოლო მდგომარეობაში და შესაბამისად მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, გასროლა. ხოლო ერთმაგი მოქმედება, რა თქმა უნდა, არის ის, როდესაც ჩახმახი გადმოწეულია და ამ დროს, რა თქმა უნდა, ყოველთვის სასახლეთი უფრო კარგი მოსაზიდი არის ხოლმე. ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს ამ კუთხით FNX-ი, რომ შეგვიძლია ჩვენ დაშვებული, ასე ვთქვათ, დამრტყმელით შევინახოთ ის მცველზე აყვანილი და ასევე შეგვიძლია მოზიდული დამრტყმელით ავიყვანოთ მცველზე და შევინახოთ კაბურაში ასე. ეს უკვე, ასე ვთქვათ, ჩვენი გამოყენების სპეციფიკიდან გამომდინარე არის. დავიწყოთ პისტოლეტის სახელურზე ლაპარაკით. უკანა მხარე მას, სადაც ჩვენი ხელის გული ედება, აქვს შეცვლადი და მოყვება რამდენიმე სახეობის. შესაბამისად, ჩვენი ხელის სპეციფიურობიდან და ზომიდან გამომდინარე, შეგვიძლია ის უკეთესად მოვირგოთ. გარდა ამისა, აქვს უკან საღვედე, რაც ზოგადად ტაქტიკურ პისტოლეტებში და ისეთ პისტოლეტებში, რომელსაც ძალოვანი სტრუქტურები იყენებენ, კარგი დამატება, იმიტომ რომ მასზე დამატებითი ღვედის დაყენება შეგვიძლია, რაც რთულ ასე ვთქვათ, არა შიდა პირობებში მის გადაადგილების დროს, ხოხვის დროს, სირბილის დროს პისტოლეტის დაკარგვისგან გვიცავს. მჭიდის მოხსნის ღილაკი ორივე მხარეს აქვს, ისე როგორც ასევე სხვა ღილაკები ამ პისტოლეტს და ის საკმაოდ კარგად არის ჩამალული და გარდა ამისა, ოდნავ ეს თვითონ ცერა თითი სადაც იდება, ის მხარე ისეა გამოწეული, რომ ასე ვთქვათ, შემთხვევით ამ ღილაკზე დაჭერისგან ასე თუ ისე გვიცავს. ზემოდანაც რო ჩავხედავთ, საკმაოდ დაბალი პროფილი აქვს და თვითონ ეს გამოწეულობაც ერთი მეორეს მხრივ არის ინდექსირება იმისთვის, რომ ჩვენ მჭიდის მოხსნის ღილაკთან ვიმყოფებით, ასე ვთქვათ, ახლოს. რაც შეეხება ხა მცველს, მცველიც სტანდარტულად შესრულებულია აქეთ ამ მხარეს, როცა, შესაბამისად მაღლა აწევით, ის გვაჩვენებს, რომ იარაღი არის მცველზე და ამ დროს ხდება, ასე ვთქვათ, სასხლეტის გათიშვა. იმ შემთხვევაში, თუ დამრტყმელი გადმოწეული არის, მცველის დაშვების შემდეგ დაჭერით, ის ასე ვთქვათ, ასრულებს ეგრეთ წოდებული დეკოკერის ფუნქციასაც, ანუ საფრთხოდ უშვებს დამრტყმელს, ასე ვთქვათ, დაშვებულ პოზიციაში. შემდეგი რაც არის, ეს არის საკეტის შემაყოვნებელი და ეს საკეტის შემაყოვნებელიც არის საკმაოდ ისეთი დაბალი პროფილით გაკეთებული და გარდა ამისა, მას აქვს გარეშე დამცავი, ასე ვთქვათ, პოლიმერის ჩარჩოს ფორმა, ისე რომ მასზე ხელი არ დაგვეჭიროს. ეს, რა თქმა უნდა, ერთის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ სხვა არასასტატო სიტუაციაში არ დაგვეჭირება და არ დაგვეშვება. გარდა ამისა, თვითონ დაჭერის დროს და სროლის დროს ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა იარაღებზე, რომ ჩვენი ესე ვთქვათ, თანამედროვე ხელის მოკიდების ტექნიკის დროს თითები მაღლა არის და ყოფილა შემთხვევები, როცა თვითონ საკეტის დამშვებზე თითი დაგვჭერია და ამისგან გვიცავს სწორედ. ერთის მხრივ ეს რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მეორეს მხრივ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს და როდესაც გვინდა ჩვენ გადატენვის დროს საკეტის დაშვება და თუ ჩვენ ვიყენებთ იმ ტექნიკას, რაც მოიცავს საკეტის დაშვებას სწორედ მისი დამშვების გამოყენებით, ამ შემთხვევაში ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მომენტს, რომ ცერათითით დაშვების დროს არ აგვეწიოს მცველი. რადგანაც იმდენად ახლოს არის ისინი ერთმანეთთან განლაგებული, რომ დაშვების დროს შეიძლება იარაღი მცველზე დავაყენოთ და ეგრევე გადატენვის შემდეგ
სროლა ასე ვთქვათ ვერ გავაგრძელოთ. შემდეგი რაც არის, ეს არის უკვე ეს ჩვენი დაშლის ბერკეტი და დაშლაზე ცალკე ვილაპარაკებთ, მას შემდეგ რაც ვიზუალს დავასრულებთ და ეს დაშლის ბერკეტი მხოლოდ მარცხენა მხარეს მდებარეობს. რაც შეეხება ეხა პრინციპში ჯერ მოვამთავროთ ასე ვთქვათ ქვედა ჩარჩო, სასხლეთს და თვითონ სასხლეთის დამცავს საკმაოდ ფართოა ის, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ხელთათმანებითაც შევძლოთ ამ პისტოლეტის გამოყენება, ხოლო ბოლოში როგორც ყველა პრინციპში თანამედროვე პისტოლეტზე არის პიკატინის ლიანდაგი, სადაც შეგვიძლია ძირითად შემთხვევაში რა თქმა უნდა ფანარის ან ლაზერის ასე ვთქვათ დამაგრება. ეხლა რაც შეეხება ზედა ჩარჩოს და ზედა მხარეს, როგორც ხედავთ, არასტანდარტული და მაღალი სამიზნეები აყენია. ეს განპირობებულია იმით, რომ ეს პისტოლეტი და ეს მოდელი უშუალოდ შექმნილია მაყუჩით გამოყენებაზე, მაგიტომაც აქვს წინ ხრახნი და მაგიტომაც აქვს ხრახნის დამცავი. შესაბამისად, მაყუჩის დაყენების შემდეგ იმისთვის, რომ ჩვენ კარგად დავინახოთ მექანიკური სამიზნე, ამიტომ გამოყენებული არის ტრიჯიკონის მაღალი სამიზნეები. ეს სამიზნეები არის თავის მხრივ ღამის სამიზნეებიც, მას აქვს მანათობელი ელემენტი და შესაბამისად ბნელ ოთახშიც ძალიან კარგად ჩანს. რაც შეეხება ახლა ზედა მხარის ჭრას, ამ შემთხვევაში ამ პისტოლეტს მოყვება ვაიპერის Vortex ვაიპერის კოლიმატორი და შესაბამისად ის დაყენებული ქარხნულად, ასე ვთქვათ, გადაეცემა ამ იარაღის სურვილს და მყიდველს. პრინციპში გარეგნული ამბავი არის მთლიანად ეს, მე უკვე ვთქვი, რომ ლულა, ასე ვთქვათ, დაბოლოებულია, დაგრძელებულია და გათვლილია იმაზე, რომ მასზე დაყენდეს მაყუჩი და სპეციალური, რა თქმა უნდა, ხრახნის დამცავიც სტანდარტულად მას უყენია. ორიოდე სიტყვას ვიტყვი ასევე მჭიდებზე. პირველი არის ის, რომ FNX 45 არის ის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, იშვიათი სრული ზომის პისტოლეტი 45 კალიბრზე, რომელშიც ჩადის 15 ვაზნა და ეს არის უკვე ძალიან კარგი მოცულობა ამ კალიბრის ვაზნებისთვის და მისი მჭიდის დაფარვაც იმგვარად არის პოლირებული, რომ შესმის დროს ძალიან ასე ვთქვათ რბილად შედის და ზედმეტი ძალის ხმევას არ საჭიროებს, რბილადაც და ასე ვთქვათ ჩუმადაც. ძალიან კარგი მოსახსნელი და დასაყენებელია და თვითონ მჭიდიც დასატენად, გარდა ბოლო რამდენიმე ვაზნისა, საკმაოდ მოსახერხებელია. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც ამ პისტოლეტს აქვს, არის დატენვის დროს, როდესაც ვაზნა უკვე საوزნეში არის მიწოდებული, მისი ექსტრაქტორი ოდნავ გარეთ იწევა და ასე ვთქვათ წითელი ფერით შეღებილ მხარეს გაჩვენებს. რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ფაქტურად ინდიკატორია იმის, რომ ვაზნა არის უკვე საوزნეში. გარდა ამისა, თვითონ ანუ ციბნელის შემთხვევაში თითის გადასმითაც ექსტრაქტორი უფრო გამოწეულია და შეგვიძლია ასე ვთქვათ ვიზუალურის გარდა შეგრძნებითაც დავწუნდეთ, რომ ვაზნა არის საوزნეში. ეხლა გადავიდეთ თუ როგორ იშლება ეს პისტოლეტი და ჩავიხედოთ რა ხდება მასში შიგნით. იმისთვის რომ იარაღი დავშალოთ, ну რა თქმა უნდა ჯერ დავწუნდეთ, რომ საوزნეში არაფერი არ დევს. დავაყენოთ შემაყოვნებელზე, ამის შემდეგ უკვე ეს ბერკეტი ჩამოვწიოთ ქვედა მხარეს, დაუშვათ საკეტი და მოვხსნათ ის. ეს არის ჩვენი ქვედა ჩარჩო, სადაც დამპლუსასხლეტი მექანიზმი და ყველა ის დანარჩენი მოწყობილობა არის, რაც იარაღს სჭირდება. რაც შეეხება ხა ზედა მხარეს, აქ არის ჩვენი ეგრეთ წოდებული გაიდროდი, ანუ ქართულად ეს არის მიმართველი, ის არის რკინის და მას აქვს ბრტყელი ზამბარა, რაც თავის რკინის მიმართველი ძალიან კარგია და ბრტყელი ზამბარაც ძალიან კარგი არის გამოყენების და ასე ვთქვათ გამძლეობის კუთხით. რაც შეეხება ლულას, იმისთვის რომ ლულა მოვიღოთ, საჭირო არის ჯერ მოვხსნათ ხრახნის დამცველი წინ. და სტანდარტულად ისიც როგორც ძირითად შემთხვევაში უმეტესობა თანამედროვე ასე ვთქვათ პისტოლეტი იყენებს ჩვეულებრივად ლულის დაახრის მექანიზმს ჩაკეტვა გახსნის დროს, წინა მხარეს აქ ბჯენები რომელითაც ის ასე ვთქვათ ზედა მხარეს ჩარჩოში ჯდება და რაც შეეხება ლულას, ამ შემთხვევაში გვაქვს საკმაოდ გრძელი ლულა, მისი შესასვლელი არის პოლირებული და ეს ლულა არის განსაკუთრებულად კარგი ხარისხის, ის არის ასევე ცივადნაჭედი, როგორც იცით FNX იარაღებზე უმეტესობა ცივადნაჭედი ლუებია და არის უჟანგავი ლულა. რაც ასე ვთქვათ თავიდანვე მიგვითითებს იმაზე, რომ ამ იარაღიდან ეს იარაღი უნდა იყოს ძალიან ზუსტი. დამუშავებას რაც შეეხება, აქაც როცა ჩავხედავთ ასე ვთქვათ ჩვენს ჩარჩოს, ნახავთ რომ ძალიან მაღალი ხარისხის დამუშავება გვაქვს. რა თქმა უნდა, ეხლა დამწყლს ნემსას ასე ვთქვათ არ ამოვიღებთ და აწყობის მხრივ ისევ და ისევ პირიქით თანმიმდევრობით ჯერ სვამთ ლულას, უყენებთ მას ხრახნის დამცავს და ხრახნის დამცავი მხოლოდ ერთი მხრიდან ჯდება და არ აგვერევა ეს ამბავი. ამის შემდეგ სვავთ ეგრეთ წოდებულ ჩვენ მიმართველ ღეროს, ვათავსებთ მას სხვანაირად უბრალოდ ვერ ჩავსვავთ. ავწევთ საკეტს, ასე ვთქვათ, მის შემაყოვნებელზე. დავატრიალებთ ამ სპეციალურ ბერკეტს
დაუშვებთ და იარაღი არის აწყობილი. რაც შეეხება ეხა პრაქტიკულ ნაწილს, მე როგორც გითხარით, მოგვეცა საშუალება, რომ ეს იარაღი ველზე გაგვეტანა და დაახლოებით 100 ვაზნამდე გვესროლა. პირველი ერგონომიკის საკითხი, ანუ ხელში ძალიან კარგად ზის, მით უმეტეს თუ მოვირგებთ ჩვენ ხელზე, კიდევ უფრო სასიამოვნო იქნება. რა თქმა უნდა, პისტოლეტი არის დიდი, რადგანაც სრული ზომისაა და 45 კალიბრია. ის მოლოდინი არ უნდა გქონდეს, რომ რაღაცა შედარებით თხელ იარაღთან გვექნება საქმე. თვითონ ის მომენტი, რომ ამ ხელა პისტოლეტი კილოზე ნაკლებს იწონის 955 გრამი არის მისი დაახლოებით წონა, ეს ძალიან კარგია ერთის მხრივ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 45 კალიბრს რა თქმა უნდა უფრო მეტი უკუცემა აქვს, შენელებულ კადრებზეც ნახავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ნორმალურად მიჭირავს იარაღი, 9 მმ-თან შედარებით, რა თქმა უნდა, ყველა 45 კალიბრის არაკომპენსატორიანი იარაღი არის უფრო ძნელად დასამორჩილებელი და სწრაფ სროლაზე შესაბამისად არის უფრო რთული. მეორეს მხრივ, რაც შეეხება ხა თვითონ მართვის ორგანოებს, მე როგორც გითხარით, მჭიდის მორგება და მოხსნაც არის ერთი სიამოვნება. გადატენვას რაც შეეხება, FNX 45-ს წინაც აქვს დასერილები და უკანა მხარესაც, შესაბამისად წინა მხრიდან დავტენით, უკანა მხრიდან, თუ თვითონ კოლიმატორის გამოყენებით, ეს უკვე ასე ვთქვათ, ჩვენზე არის დამოკიდებული, რამდენიმე ტექნიკა შეგვიძლია გამოვიყენოთ და ეს წინა დასერილობაც ამ ამბავში გვეხმარება. ეს უკვე უშუალოდ მსროლელზე არის დამოკიდებული. მე როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში ამ საკეტის შემაყოვნებლით დაშვება არის ოდნავ უფრო სპეციფიური და რა თქმა უნდა, ახლა იმათვის, ვისაც ეს იარაღი საკუთრებაში აქვს და ვარჯიშობს, არც ეს იქნება სირთულე, თუმცა პირველი შეხედვით მომიჩვენა, რომ უფრო მარტივი დასაშვები ეს გადატენვის დროს იყო, ასე ვთქვათ, თვითონ ზედა მხარის გამოყენებით. რაც შეეხება ხა საიმედოობას, მე როგორც გითხარით, 100 ვაზნამდე ვისროლეთ FIOK-ის FMG-ები 230 გრეინიანი. Ქონდა ასევე მცდელობა გვესროლა ფედერალის სემივად კატერები, რომელიც წარმოადგენს სპორტული სახეობის, ანუ სპორტული სროლისთვის განკუთვნილი ვაზნა, მისი წინა მხარე, აი თუ დააკვირდებით, თვითონ გარსის ფორმა არის განსხვავებული და შესაბამისად ამ იარაღს არ მოეწონა ეს ვაზნა და შესაბამისად პრობლემები ჰქონდა მიწოდებაზე. ამიტომ ეს ვაზნები აღარ ვისროლეთ და ვისროლეთ სტანდარტული FMG-ები. ესეც მომავალი პატრონისთვის, ასე ვთქვათ, გასათვალისწინებელი ფაქტორია. მე გითხარით, რომ ამ იარაღს აქვს ცივადნაჭედი უჟანგაველვა, რაც ძალიან მარტივად გამოჩნდა ჯგუფს ეს როლის დროს, ანუ ძალიან ზუსტი არის, ძალიან მაგრად ისვრის ეს იარაღი და ნუ რა თქმა უნდა თავის მიჩვევას საჭიროებს და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო შორ მანძილზეც იგივე ჯგუფების გაკეთება, რაც ჯგუფი ხმამაღალი ნათქვამი, ასე ვთქვათ, 3 გასროლა თითქმის ერთმანეთში იყო დაახლოებით 5 მეტრის მანძილიდან. იმის გათვალისწინებით, რომ მე დიდად პისტოლეტის მსროლელი, ასე ვთქვათ, არ ვარ. მეორე გაგვექცა მაინც. საბოლოო ჯამში, ანუ მცირედი შეჯამებაც რო გავაკეთოთ, FNX 45 ტაქტიკალი დღეს წარმოადგენს, ასე ვთქვათ, თანამედროვე ტაქტიკური პისტოლეტის
თამამად შეიძლება ითქვას, რომ USP 45 ტაქტიკალთან, Mark 23-თან, რომელიც წინა საუკუნის, ასე ვთქვათ, შვილები არიან, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე კარგ პისტოლეტს თავისი კონფიგურაციით, თავისი კონსტრუქციით და თვითონ პრაქტიკული გამოყენებითაც ძალიან სასიამოვნოს ასრულებს. ნუ შემდეგი თემა მოდის, რა თქმა უნდა, ფასი და დაახლოებით 6000 ლარამდე ჯდება დღეს ჩვენთან ეს იარაღი მაღაზიაში, თუმცა იგივე შესრულების ხარისხიდან გამომდინარე და თუ ჩვენი მოთხოვნები არის ის, რომ გვინდა გქონდეს თანამედროვე 55 კალიბრის სრული ზომის პისტოლეტი, რომელსაც სხვადასხვა დამატებითი კარგი რაღაცები მოყვება, მათ შორის კოლიმატორიც, მაშინ FNX 45 არის სწორი არჩევანი. შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ Apache-ს Facebook გვერდი, რომელიც ახალი გაკეთებული გვაქვს და ასე ვთქვათ, საჭიროებს ძველი ფოლოვერების აღდგენას. იქამდე მომავალ შეხვედრამდე ახალ ვიდეოებში.